საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში კვლავ გადაუჭრებ პრობლემად რჩება. დემოკრატიის ინდექსი საქართველოს უახლესი სიკულებით გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. პროფესიული ეწრების გამოკითხვით დასტურდება, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნა საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. ქვეყანას დღემდე არ აქვს საკანონმდებლო სამართლებრივი დაცვის საშუალება მოქალაქეებისათვის იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის გაჭიანურება ხდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ძირითადად განპირობებული არის ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გაჭიანურებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში. განხილვის სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა კი წლების განმავლობაში ზრდადი არის. რა იწვევს სასამართლოების გადატვირთულობას და შესაძლებელი არის თუ არა საქმეთა განხილვების დაჩქარება. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს სტუმრებთან ერთად საქმე ინდილა სტუდიას ეკაც მაკურიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს თავმჯდომარე და კეთ ჯაფარიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს განგეობის წევრი არიან ჩვენთან ერთად. დილამშვიდობის. დილამშვიდობის მადლობა მობრძანებისთვის. მოდი გავხსნელი კითხვა იყოს თვითონ მიზეზებზე ვისაუბროთ, რატომ გადაწყდა გაჭიანურების თემის შესწავლა, კიდე თქვენგან დავიწყებ. რა მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ ის შედარებით სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებდა? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. გაჭიანურების თემა სასამართლოებში უკვე დიდი ხანია პრობლემად დგას. ეს არის ყოველმხრივ აღიარებული და საზოგადოებისთვის მეტად ტკივნეული თემა. ამას ადასტურებს არაერთი საზოგადოებრივი კვლევა, ბიზნეს სექტორის გამოკითხვა, რომლებიც უმთავრეს თავის პრობლემას ასახელებენ, რომ სასამართლოებში აქვთ მათ გაჭიანურებული საქმეები. ამას ადასტურებს ასევე თვით სასამართლო ხელისუფლება თავის სტრატეგიაში, რომ მართლაც არის სასამართლოში აღნიშნული პრობლემა. მმართველი პარტიაც თავის სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაშიც მიუთითებს, რომ გაჭიანურების პრობლემა არის მნიშვნელოვანი. თვით ადვოკატები არიან ამ პრობლემის წინაშე და თვლიან, რომ ეს არის მოსაგვარებელი საკითხი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი აწუხებს არაერთ რგოლს და წრეს, სიღრმისეული კვლევა აღნიშნული თემის არ ყოფილა. მიუხედავად არის ანგარიშები, სახალხო დამცველის, სხვადასხვა ორგანიზაციების, მაგრამ თუ რა მასშტაბით არის გაჭიანურება, რომელი დარგები უფრო მეტად ჭიანურდება, სხვადასხვა სასამართლოებში შედარება ამ პრობლემის, აქამდე ეს კვლევები არ ყოფილა. გვაქვს მხოლოდ ერთადერთი პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომ გაჭიანურების თემა არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში მოსამართლეთა ნაკლებობა და ის, რომ ისინი ვერ აუდიან ამ ნაკადს, მაგრამ ის, რომ ევროპაში არსებობს სხვადასხვა მეთოდები და მექანიზმები იმისი, რომ გაჭიანურებები შესწავლილი იყოს ზემოქმედება, თავიდან იქნეს აცილებული, გვაფიქრებინებს იმას, რომ მხოლოდ მოსამართლეთა ნაკლებობა არ იყო ის მიზეზი, რომელიც იყო გადამწყვეტი და ერთადერთი და შესაბამისად ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ უფრო სიღრმისეულად და საფუძვლიანად შეესწავლა აღნიშნული საკითხი და რაიმეს მივაგენით თუ არა კონკრეტულ მიზეზებს? კი, მივაგენით, საკმაოდ ესეთი შედეგიანი კვლევა აღმოჩნდა, ვინაიდან არის არა ესეთი მოსამართლეთა რაოდენობა, რომ არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი ამ გაჭიანურების პრობლემისა გამოიკვეთა ამ კვლევით. უპირველეს ყოვლისა, მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა. სასამართლოში არ არსებობს ერთიანი მიდგომა და პოლიტიკა, სასამართლოების საქმეთან მართვა როგორ უნდა ხდებოდეს. მოსამართლეები ინდივიდუალურად იღებენ ამ გადაწყვეტილებას, რაც არის არაეფექტური. ხშირად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ისინი ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ მექანიზმებს. მაგალითად, თქვა დაუწესონ მოწმეებს, საქმეთა მონაწილეებს ვადები, რომ მათ დროზე წარმოადგინონ მტკიცებულებები. შემდეგ პასუხისმგებლობა დააკისროს, თქვა თუ არ წარმოადგენენ. აგრეთვე, როდესაც ხდება ხელოვნური გაჭიანურება ადვოკატების შემთხვევაში, აქაც ვხვდებით იმას, რომ ადვოკატების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.
თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას აქვს მთელი რიგი მექანიზმი იმისი, რომ განტვირთოს სასამართლოები. ეს არის მაგალითად მივლინების საკითხი, როდესაც მოსამართლეების მივლინება ხდება იმ სასამართლოში, სადაც უფრო მეტი დატვირთულობაა. თუმცა პირიქით ხდება ხშირად, ჩვენი კვლევით გამოიკვეთა, რომ ისეთ სასამართლოებში ხდება მივლინება, სადაც პირიქით ნაკლები დატვირთული არის და მეტად დატვირთული სასამართლოებიდან ხდება, ასე ვთქვათ, მოსამართლის გადაყვანა. აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანია არბიტრაჟის საკითხი, ესეც არის ერთ-ერთი გამტვირთველი სასამართლოს გაჭიანურებული და გადატვირთული საქმეებისგან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც არბიტრაჟში მიდის საქმე, თვითონ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო აჭიანურებს შემდგომ. ანუ ფაქტიურად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უფრო გაჭიანურდეს, ვიდრე რეალურად სასამართლოში რომ ქონოდა პირს საქმე და ის დრო დაჭირვებოდა, რაც არბიტრაჟის უბრალოდ აღსრულებას ჰქონდეს დროის პერიოდი. აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოებიც თვითონ აჭიანურებენ საქმეებს, როდესაც ყველა გადაწყვეტილება აქვს თუ არა მას პერსპექტივა სასამართლოსი ავტომატურად საჩივრდება და ესეც რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გაჭიანურებებს იწვევს. ერთ დავამატებ კიდე, რომ გამოიკვეთა, რომ ჭიანურდება უფრო სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები. სისხლის სამართლის საქმეები არის უფრო ნაკლებად გაჭიანურებული და ეს არის მიზეზი, რომ საპატიმრო ვადები არის კონკრეტულად განსაზღვრული და ძირითადად ამას არ არღვევენ მოსამართლეები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისეთი საქმეები, რომელიც სამოქალაქოს ეხება, უფრო მეტად ჭიანურდება. ეკა, ერთია კვლევამ რაც აჩვენა, თუმცა ამ კვლევის ირგვლივ რაც არის პრობლემა დღეს გაჭიანურებული საქმეების, არაერთხელ გვისაუბრა მათ შორის ჩვენ და არაერთხელ განგვიხილავს ამ სტუდიაში BMG-ის ეთერებშიც, ხო? თუმცა დღეს რა სტატუს quo გვაქვს აი ამ პრობლემების მოგვარების გზად, იგივე თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან ალბათ პირველ რიგში. დიახ, სამწუხაროდ საკითხი დგას ესე, რომ გაჭიანურებებს როცა ეხება საქმე და მოსამართლეების გადატვირთულობას თუ მიზეზების კვლევას ევროპის ქვეყნებში აქვთ ძალიან კონკრეტული და ძალიან დიდი სისტემა მოქმედებს იმისთვის, რომ ნაკლები დანახარჯებით, ასე ვთქვათ, ნაკლები მოსამართლეთა რაოდენობის პირობებში, ნაკლები აპარატის თანამშრომლების პირობებში უფრო ეფექტიანად იყოს განხილული საქმეები და ვადებიც იყოს დაცული. მაგრამ ჩვენთან ესეთი სისტემა საერთოდ არ არის შექმნილი. ჩვენთან უბრალოდ არის მიუხედავად იმისა, რომ 10 წლეულებია არსებობს ეს პრობლემა, ვერ გავიხსენებთ ალბათ დროს, რა რაოდენობის მოსამართლეებიც არ უნდა ყოფილიყვნენ სასამართლოში. მე მახსოვს ის პერიოდიც დაახლოებით 10-15 წლის წინანდელი მაგალითად დაიწყო იმით, რომ დაახლოებით 200-დან 250-მდე მოსამართლე იყო სასამართლო სისტემაში. დღეს ავედით 350-მდე მოსამართლეზე. მაგრამ გაჭიანურების პრობლემა ამით ვერ მოგვარდა ვერასოდეს. იმიტომ რომ ჯერ ერთი დავების რაოდენობა მუდმივად მზარდია და მეორე და მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ არ შეიქმნება განტვირთვის მექანიზმები სისტემაში, თუ თვითონ სასამართლო ერთი მხრივ და მეორე მხრივ პარლამენტი კანონმდებლობის მეშვეობით არ დაეხმარება ამ პროცესს და არ შეიქმნება თვითონ სასამართლოში მონიტორინგის სისტემა, რომელიც ეს არის გამოსავალი, ხო? ეს არის აუცილებლად, იმიტომ რომ გაჭიანურება, იცით როგორ არის საქმეთა გაჭიანურების მიზეზები იმდენად მრავალფეროვანია, ყველა სასამართლოში და ინდივიდუალურად ყველა ცალკეულ მოსამართლეებსაც შეიძლება განსხვავებული მიზეზები ჰქონდეთ გაჭიანურების. კონკრეტულ მოსამართლეს და ჩვენი კვლევითაც გამოიკვეთა სხვათა შორის ეს შეიძლება ჰქონდეს თანამშრომლის პრობლემა, თანამშრომლის კვალიფიკაციის, თანამშრომლის მოტივაციის პრობლემა, რომელიც მას სათანადოდ ვერ ეხმარება საქმეების დროულად განხილვაში. და ძალიან ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს. ამ მიზეზებს სჭირდება ინდივიდუალური კვლევა, ამისთვის არსებობს ევროპის ქვეყნებში მონიტორინგის სისტემა, რომელიც ადგენს კონკრეტულ მიზეზებს და შემდეგ ინდივიდუალურად ხდება ამ მიზეზების აღმოფხვრა. ეს მონიტორინგის სისტემა სხვათა შორის ევროკავშირის სივრცეში და ევროსაბჭოს სივრცეშიც არსებობს სეპეჟის მექანიზმი, სეპეჟი არის ევროსაბჭოს ორგანო. მაგალითი, ხო, გამოცდილება რეალურად ისიდან როგორც
კი, შესაძლებელია. რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით კარგად არის დანერგილი და შედეგებიც აჩვენებს იქ, მაგრამ ევროსაბჭოს სივრცეში მოქმედებს და ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ეს სისტემა გქონდეს, იმიტომ რომ ვართ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, მიუხედავად ამისა, არაფერი არ არის ამ მიმართულებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად არაფერი არ არის გაკეთებული, იმიტომ რომ ნებისმიერი მექანიზმი, რაც არსებობს, რაც არის მაგალითად მოსამართლის მივლინება, გადაყვანა, ადმინისტრაციულ ორგანოებში, რაც არის სამინისტროების სიპები, ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, რომელიც უნდა სისტემურად აგვარებდეს იმას, რომ ყველა საქმე სასამართლოში არ მიდიოდეს, ამისთვის არსებობს ადმინისტრაციული წარმოების მექანიზმი და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი, რომელიც სამინისტროშივე უნდა განიხილებოდეს საჩივრები და სასამართლოში თუ ამის აუცილებლობა არ არის, დავა აღარ უნდა მიდიოდეს. ის რაც მიდის სახელმწიფოსგან, სამინისტროებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან სასამართლოებში, მათი გასაჩივრება არ უნდა ხდებოდეს, თუ კი პრაქტიკა უკვე დადგენილია და საჭიროება არ არსებობს, რომ თავიდან იყოს იგივე შინაარსის, იგივე ფაქტებზე, იგივე სამართალზე დაფუძნებული დავები და ამას ჩვენ კვლევაში სხვათა შორის მოსამართლეებიც ამბობენ, ინტერვიუებით დავატარეთ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გასაჩივრებების აი ეს პოლიტიკა, რაც მთლიანად ზოგადად სამინისტროებში და სიპებში არსებობს, რომ ყველაფერი უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში და ყველაფერი შემდეგ ყველა ინსტანციაში უნდა გასაჩივრდეს, არა უბრალოდ სასამართლოში. ეს ძალიან ტვირთავს სასამართლოს და მოსამართლეებს. ერთი მნიშვნელოვანი განტვირთვის მექანიზმი ეს იქნებოდა. სხვა მექანიზმები, რომელიც აი თვითონ მოსამართლეები უნდა იყენებდნენ არსებულ მექანიზმებს უფრო ეფექტიანად, ან კანონმდებლობა კიდევ დამატებით უნდა ეხმარებოდეს, რომ მათ ჰქონდეთ ბერკეტები, რომ მაგალითად თავიდან აირიდონ პროკურატურის მხრიდან, საგადასახადო სისტემის მხრიდან, ნებისმიერი მოდავე მხრიდან გაჭიანურების მცდელობები, იმიტომ რომ მხარეს შეიძლება და ხშირად აქვს ინტერესი ერთს ან მეორე მხარეს, რომ დავა გაჭიანურდეს, უფრო გვიან გადაწყდეს და აი გისმენთ და ესეთი კითხვა მიჩნდება ქეთას ნალაპარაკებიდან გამომდინარეც, ანუ სალსახად კიდევ ერთ თემაზე, რაც იყო საუბარი და რაც ყველანი შეხებაში მოსულ ვართ, იმიტომ რომ ყველანი მეტნაკლებად მოსულ ვართ შეხებაში სასამართლოსთან, რასაც ყველაზე ნაკლებად უსურვებს ჩვენს მაყურებელს, იკვეთება კვალიფიკაციის პრობლემა. არის თუ არა ეს ცალსახად ესეთი და მეორე რა დასკვნა შემიძლია გამოვიტანოთ თქვენი ნალაპარაკებიდან არის რომ საქმის წარმართვის მენეჯმენტის ჩვეულებრივი პრობლემა დგას, ანუ საიმისოდ რომ ეს ყველაფერი პროფესიულად იმართოს. თქვენი კომენტარი რა იქნება ამაზე? დიახ, კვალიფიკაციას რაც ეხება მნიშვნელოვანი საკითხია და რა არის ჩვენთან პრობლემა. ჩვენ როცა საუბრობთ იმაზე, რატომ ვერ ესწრება დროულად საქმეების განხილვა, ან რატომ არ მოგწონს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი. ესეც ხო არის ამ მიზეზებს შორის? კი, არის ამ მიზეზებს შორის, უბრალოდ აქ პასუხი იმიტომ რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე დღეს მდგომარეობით ასეთ მოცემულობა აქვს. ისევე გარე, რომ ცოტა ბევრი საქმეა და ცოტა ვარ. ხო, იცით რა არის, ობიექტური მოცემულობა დღეს არის ასე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეებს ცოტა საქმე აწერიათ და ანუ გადატვირთულები არიან. მოცემულობა ასეთია. უბრალოდ ნახეთ, რომ შევადაროთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან გავაკეთეთ ჩვენ ამ კვლევას შედარება და ევროპაში როგორ არის სხვათა შორის იუსტიციის საბჭოდან იყო ერთხელ ესეთი კომენტარი, რომ აი ქართველი მოსამართლეები ნაკლებ დატვირთულები არიან. ევროპაში კიდევ უფრო დატვირთულები არიან მოსამართლეები, ანუ კიდევ უფრო მეტი საქმე აწერიათ, ვიდრე საქართველოში. და ეს მოსწონდათ ამით თავი, მაგრამ სინამდვილეში ამ კვლევამ რა გამოკვეთა, რომ რაში ყოფილა საქმე, რომ ევროპაში უფრო მეტი საქმე რომ აწერია ის მოსამართლე, უფრო სწრაფად განიხილავს საქმეებს და დროის კონკრეტულ მონაკოჩი, მაგალითად წლის განმავლობაში უფრო მეტ საქმეს დაასრულებს, ვიდრე ქართველ მოსამართლეს შეუძლია რომ დაასრულოს ობიექტურად თუ სუბიექტური მიზეზებით. ამიტომ კვალიფიკაციაზე როცა ვსაუბრობთ, პირველი ჩვენ სისტემაში იმის გამო რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ ერთ მოსამართლეს წლის განმავლობაში დაახლოებით და ამაზე არსებობს იუსტიციის საბჭოს მონაცემები, ეს მარტო ჩვენი კვლევის მონაცემები არ არის 1600-მდე საქმე გადის ერთი მოსამართლის ხელში წლის განმავლობაში. ეს ხო შეუძლებელია, რომ არ გაჭიანურდეს, ან ხარისხზე ვისაუბროთ აქ ხომ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ
ბევრი საქმე აწერიათ მოსამართლეებს, მაგრამ მხოლოდ საქმეების შემცირება, საქმეების რაოდენობის შემცირება არ არის გამოსავალი, ან მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა არ არის გამოსავალი. ეს რომ იყოს გამოსავალი, მაშინ თავის დროზე 250 ყავდა, ეხლა რომ 350 მოსამართლე ყავს სისტემაში, შეიძლება 1500-იც დაგჭირდეს რაღაც ეტაპზე, თუ გამოვითვლით, როგორ იზრდება სარჩელების და საჩივრების რაოდენობა სასამართლოებში. ამიტომ კვალიფიკაციაზე სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ყველა ამ პასუხს სცემს ამ საკითხს, რომ იმდენი საქმე მაწერია, ვერ ვასწრებ, ან ხარისხიანად ვერ დავასაბუთებ. ჩვენი სხვა კვლევით გამოიკვეთა ის მომენტიც, რომ დასაბუთებისას ძალიან გავს დასაბუთებები ერთმანეთს ერთი და იგივე შინაარსის დავაზე ძალიან გავს, რაც ასევე პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული. რაღაცა პროფესიული სტანდარტი მოსამართლეებს ვერ აქვთ, ან სუბიექტური მიზეზებით, ან ობიექტური, ამას კიდევ დამატებით გამოკვლევა ჭირდება, მაგრამ პირველი რაც უნდა მოხდეს, ის არის, რომ განტვირთვა უნდა მოხდეს ამ მოსამართლეების იმისთვის, რომ დავინახოთ ნორმალურ პირობებში როგორ ახერხებენ, რამდენად კვალიფიცირებად ახერხებენ. შემდეგ თუ გამოიკვეთა კვალიფიკაციის პრობლემა, ისევ ამ ევროპული სტანდარტებით გამოსავალი არის ის, რომ მოხდეს იმ მიმართულებით მოსამართლეების გადამზადება, სადაც მათ კვალიფიკაციაში აქვთ ნაკლებობა. ეს მექანიზმები მუშაობს ევროპაში, ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომაც ახერხებენ მოსამართლეები უფრო მეტი საქმის განხილვას უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე საქართველოშია და ზუსტად ამ სისტემის ამოქმედება გვინდა ჩვენც, რომ საქმიანად მივუდგეთ. თუმცა კეთე ძალიან მოკლედ, ვიდრე რეკლამაზე გავალთ, ქრონომეტრაჟიც არ გვაძლევს საუბრის საშუალებას. ზიანზე რომ ვისაუბროთ შეჯამებისკენ, ერთია რომ დღეს ამ მოცემულობაში ვართ, რაზეც დავიწყეთ დღეს საუბარი, წლები უკვე გრძელდება ეს გაჭიანურებული საქმეები. რა ზიანს აყენებს ეს საკუთრივ ბიზნესს, ინდივიდს, ადამიანებს და მათ შორის ცხადია სახელმწიფოსაც. ზიანი საკმაოდ დიდია, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ინდივიდებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოსთვის, მისი ეკონომიკისთვის არის ძალიან დამაზიანებელი, როდესაც ინვესტორი აპირებს, რომ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია და დაიწყოს რამე ახალი პროექტი, ის პირველ რიგში არყვევს და სხვადასხვა ინდექსებს ეცნობა. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სტაბილურია მართლმსაჯულება ქვეყანაში, რამდენად შეძლებს მისი ბიზნესი, თქვათ, ფინანსების ამოღებას, ზიანის ანაზღაურებას, სწრაფად განხილვას და ასე შემდეგ და შემდგომ იღებს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, არის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა. მხარეები ბიზნესში, როდესაც დაობენ და მათი საქმე საკმაოდ დიდი ხნით იწელება ასე ვთქვათ, 6-დან 3 წლამდე ხდება ხოლმე გაჭიანურება საქმეების ერთ ინსტანციაში, ჩვენი კვლევით ეს დადასტურდა და წარმოიდგინეთ, როცა ადამიანი თავის მომავალ საქმიანობას გეგმავს, კაპიტალი ჩადოს, გაზარდოს, გაყოს, რაღაც სხვადასხვა მოქმედებები განახორციელოს, მაშინ, როდესაც მისი საქმე არის დავაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებს და შესაბამისად მას ან უძვირდება საერთოდ ეს მართლმსაჯულება ან აღარ უღირს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ უკვე რამე განახორციელოს. ინდივიდებისთვის არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. მაგალითად შეიძლება რაღაც შემთხვევა მოხდეს და ზიანის ანაზღაურების საკითხი დადგეს და უბრალოდ ის ეხებოდეს ადამიანის ჯანმრთელობას. და როდესაც საქმე კვლავ ჭიანურდება, შესაძლებელია, რომ მან ვერ მიიღოს ეს ჯანმრთელობის შესაბამისი კომპენსაცია და დაზარალდეს, ასე ვთქვათ, პირადად. სისხლის სამართლის საქმეებიც არის მნიშვნელოვანი, როდესაც გარკვეული დროის მერე უკვე შეუძლებელი ხდება გარკვეული ფაქტების აღდგენა, მოწმეების დაბარება, რაც ასევე დამაზიანებელია პროცესისთვის. ერთ მაგალითს ვიტყვი ბიზნესთან დაკავშირებით. ერთი მხარე დაობდა და მან მიმართა დამოუკიდებელ ინსპექტორს დისციპლინურ გადაცდომის მოთხოვნით, რომ მისი საქმე რომ ჭიანურდებოდა და მოსამართლე 3 წელზე მეტი ანდომებდა მისი საქმის განხილვას, იმდენად ზარალდებოდა, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი მას გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის მიემართა არ ქონდა და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გადაცა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვინაიდან ჩათვალა, რომ აქ იყო გადაცდომის ნიშნები, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უბრალოდ შეწყვიტა ეს საქმე იმ ახსნით და განმარტებით, რომ მოსამართლე იმდენ კი, რა თქმა უნდა, დაირღვა ვადები, გაჭიანურდა, მაგრამ უბრალოდ გადატვირთულია და სხვა გზა მას არ ჰქონდა. საინტერესო მოტივია. წარმატებით საჯაროა უკვე კვლევა? კი, ეს კვლევა კვლევებ გვერდზეა? გარკვეული პერიოდი არსებობს. ჩვენ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო აქტიურად ვისაუბრებთ ამ კვლევის გარშემო, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია არის, თავმოყრილი ძალიან კომპლექსური კვლევა არის. გვინდა რომ საზოგადოებას სრულყოფილად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რა არის გასაკეთებელი იმ მიმართულებით, რომ ნებისმიერ ადამიანმა დროულად მიიღოს მართლმსაჯულება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამბობენ, გაჭიანურებული, დაგვიანებული მართლმსაჯულება უდრის უარს მართლმსაჯულებაზე, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამაზე მომდევნო კვირების განმავლობაში უფრო დეტალურადაც ვისაუბრებთ. ველოდებით. მადლობა დიდი მოგზაურობისთვის, ეკატერინე ციმაკურიძეს, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს თავმჯდომარე და ქეთა ჯაფარიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს გამგეობის წევრი.